ეს არის ქვეყანა, ხო? ერევანში, დუბაიში, სენაკში, ქუთაისში, ბათუმში ხალხს ვასაქმებთ თქვენაირ ახალგაზრდებს და არასდროს არ ურჩევ ცუდისკენ, ურჩევ ყოველთვის კარგისკენ. პირველი სახელმწიფომ უნდა შეგვიწყოს ხელი და თუ შეიძლება შენთვის და როცა მეტყვი რომ იმისთვის შეიძლება, იმიტომ რომ ჩემი ნათესავია და ყველაფერი უნდა გავუправოთ, გავუმწვანოთ და შენთვის ყველაფერი დაკეტილია, იმიტომ რომ კონკურენცია, ხო? კონკურენცია და ვიღაცას პატრონი გამოგუშთა და დავიღალეთ ამდენი პატრონების იმაში, ხო? გამოჩენაში. ახლა დარწმუნებული ვარ, კიდევ დაიწყება რომ BYD, ხო? BYD როცა არის, სხვა ავტომობილს არ იყიდია, ვის უნდა შენი პრადო. მითხარი, წადი ბათუმში Range Rover მყავს, აქედან ბათუმში წავედი, მოვედი და 1000 ლარი მიჯდება საწვავი, ხო? ამას უნდა 15 ლარი. 15 ლარი წახვალ, მოხვალ, არც ბენზინი უნდა, არც ზეთი უნდა, ხო? და პასუხს ვაგებთ, რომ ეს არის საუკეთესო ავტომობილი. ბიჭებო, ჩვენ ვართ ქართველები, საქართველოს მოსახლეობა ვართ და მათ შორის 1,5 მილიონი მეგრელი ვართ. მიუმატეთ კიდე ცოლი, შვილი და კი ვართ 1-2 მილიონი, ხო და ჩვენი თხოვნაა რომ ნუ გაგვაბრაზებენ, ხო? თორე გაბრაზებული მეგრელი ჩემ ტერს გისურვებთ წარმატებას.